პარტია იცავს კაზინოს, კაზინო ფარველობს კაზინოს, კაზინო ეხმარება პარტიას. კაზინოსა და ტოტალიზატორებში წაგებული ფულით ქართული ოცნების პარტიული ყულობა ივსება. ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება აზარტული თამაშების ბიზნესიდან ფინანსდება. ეს არის კვლევა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესიდან ოცნებამ თითქმის 1,5 მილიონი ლარი მიიღო. პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ მიიღოს სათამაშო ბიზნესის ნებართვა და ჩვენ ხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესში ჩართული კომპანიები და მათი წარმომადგენლები არიან ლოიალურები ქართული ოცნების მიმართ. აი ამ სათამაშო ბიზნესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახურული ბიზნესია, არიან ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან, რომლებიც ლოიალობას უცხადებენ ქართულ ოცნებას, იღებენ ამ ნებართვებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ უჩნდებათ ვალდებულება, რომ გაიღონ პოლიტიკური შემცირულობა ქართული ოცნებისთვის. ხელი ხელს ბანს. ვინ ფლობს სათამაშო ბიზნესს საქართველოში და ვინ ჩუქნის დიდ ფულს ქართულ ოცნებას? შემომწირველთა შორის არის ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის სოლისმა თამაზ ხარაიძე, რომელიც BetLive-ის 3%-იანი წილის მფლობელია. მას 4 მოქმედი ლიცენზია აქვს და სათამაშო აპარატების სალონებს და ტოტალიზატორებს ამუშავებს თბილისსა და მარნეულში. ოცნების შემომწირველთა სიაში არის ლაშა კვაჭაძეც, რომელიც ევროპა ბეთის წილების მფლობელი იყო და მას ყველაზე მეტი აქვს შეწირული ამ კომპანიის მეწილეებსა და მფლობელებს შორის ოცნებისთვის 240,000 ლარი. ახლა ის სამშენებლო ბიზნესშია და ტრამპ თაუერის პროექტზე მუშაობს. სათამაშო ბიზნესში უმთავრესად დაკავებული ადამიანები, რომლებმაც აწარმოეს აი ეს პოლიტიკური ატრაქციონი ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ ისინი იღებდნენ ფულს და მერე აძლევდნენ ქართულ ოცნებას, ძალიან ბევრი მათგანი შემდგომ სათამაშო ბიზნესიდან აღმოჩნდა დეველოპერულ ბიზნესში. და ბუნებრივია, იქაც მათ ჭირდებათ მხარდაჭერა ქართული ოცნების. ოცნების ყულობა შეავსეს ისკო დასენის შვილებმაც. ოცნების დეპუტატის ოჯახის წევრების კომპანიებს სათამაშო ბიზნესის 10 ლიცენზია აქვთ თბილისსა და რუსთავში. ჯამში ოცნებას 126,000 ლარი შესწირეს. სათამაშო ბიზნესს ფლობდა ბათუმში ოცნების საკრებულოს წევრი გიორგი ლომთათიძეც, რომლის ოჯახმაც 5 მილიონ ლარამდე ტენდერებიც მიიღო. რას ნიშნავს ეს? მსხვილი თანხები ოცნებას იმ კომპანიებისგან ერიცხება, რომლებიც სათამაშო ბიზნესის ნებართვებს, ხელშეუხებლობას და ტენდერებს იღებენ. პარტიული მხარდაჭერის შემდეგ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ლიცენზია გაგრძელდება. და რა თქმა უნდა, თანხა, რომელსაც იღებს კაზინო არის ძალიან დიდი მოცულობის და შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ აი ამ პარტიული შემოწირულობის გვერდის ავლით, რამდენად შესაძლებელია ლიცენზიის გაგრძელება, რამდენად შეიძლება პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ აქ პოულობ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათესავსაც ალექსანდრე ივანიშვილის ცოლისმა თამაზ ხარაიძეა, რომელიც ერთ-ერთი მფლობელია ლიცენზიის, ხო, ჩვენ პოულობთ ისკო დასენის, ანუ საქართველოს პარლამენტის წევრის შვილების კომპანიას, რომელსაც 10 ლიცენზია აქვს. ქართული ოცნება აზარტულ თამაშებს და ლუდომანიას ერთი ხელით ებრძოდა. ამავდროულად დაფინანსებას ამ კომპანიების მეწილეებისგან იღებდა. ამავდროულად აზარტული თამაშებისა და სამორინეების ბიზნესიდან ბიუჯეტში გასულ წელს თითქმის 2 მილიარდი ლარი შევიდა. წელს იანვრიდან ივნისამდე კი ამ სექტორმა ბიუჯეტში 554 მილიონი ლარი შეიტანა. თქვენ თუ ნახავთ მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებითა თუ სხვადასხვა სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობენ, უკლებლი ყველა შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე ოცნებასთან სხვადასხვა გზებით დაახლოებული კომპანია და კომპანიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, არც ამ ნაწილში რაღაცა მოულოდნელი და უცხო არაფერი არ ყოფილა. ეს არგუმენტები მიუღებელია ქართული ოცნებისთვის. არ უკვირთ თანხების გადმორიცხვა იმ ბიზნესმენებისგან, ვის კომპანიებსაც თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერმა და ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. აზარტული თამაშების რეკლამები შეუზღუდა და ასაკობრივი ზღვარი დაუწესა. წესები დაახლოებით 5 წლის წინ გაამკაცრეს. წელს ივნისის ბოლოს კი შეარბილეს. უცხოელებისთვის განკუთვნილ ონლაინ კაზინოებს საგადასახადო შეღავათები დაუწესეს. ძალიან ბევრი შემომწირველი გვყავს. ყველაფერი არის გამჭვირვალე.
და ამ ბევრი შემომწირველიდან აბსოლუტურად, არ ვიცი, რაც კი ბიზნესის მიმართულება არსებობს, სავარაუდოდ ყველა მიმართულება სფარავენ იმდენი ბიზნესმენი არის და ეგ არც არავის არ უნდა გაუკვირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს ქართული ოცნების პირობებში, რომ აბსოლუტურად არავინ არ ერევა ბიზნესში. ოპოზიციისთვის შემოწირული თანხები ადასტურებს, რომ ოცნების და სათამაშო ბიზნესის ურთიერთობების სქემები დალაგებულია, იღებენ ლიცენზიას, არ უქმნიან მუშაობაში პრობლემას და სანაცვლოდ ივსებენ პარტიულ ყურადღებას. ლუდომანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წლების განმავლობაში არაერთი ოჯახი გაუბედურებულა იმის გამო, რომ მისი ერთი წევრი არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სპეციალური პროგრამები, რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარებათ. ნაცვლად ამისა ვხედავთ, რომ მან ხარკი დაადო ბიზნესს და ბიზნესიც ამ ხარკს იხდის იმისთვის, რომ მომავალში მიიღოს მფარველობა. ეს არის ოცნების მმართველობის სტანდარტი, რომ ნებართვების გაცემის სანაცვლოდ მიიღონ შემოწირულობები და უკვე ღია შემოწირულობებსაც აღარ ერიდებიან. ამ თანხის მიღმა არავინ არ იცის კიდევ რამდენი ატკატი თუ შემოწირულობა აქვს ოცნებას შავი სალაროსთვის მიღებული და რამდენი აქვს გადმოცემული ამ კომპანიებს ოცნებისთვის. ახლა კი ასე გამოიყურება ოცნების შემომწირველთა სია. ივანიშვილის პარტიამ წელს უკვე თითქმის 4 მილიონი შემოწირულობა მიიღო.